ვიცით წმინდა წერილიდან, რომ უფალმა ინება საფრთხონებით ჩვენი შექმნა მის ხატად და მის მსგავსად, რომ ასევე არაფრით არ ყოფილიყო ნაკურლევანი ადამიანი სხვა ქმელებთან შედარებით და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ადამიანებს მოგვანიჭა უკვდავი სული. Ცნება კითხვა უკვდავი სულიდან გამომდინარე, როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ ადამიანები, რისი საშუალება გვეძლევა და რა გამოწვევის წინაშე ვდგავართ ჩვენ. ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი, მესამე არჩევანი არ არსებობს. პირველი არჩევანი, რა თქმა უნდა, რისკენაც იყო მოწოდებული ჩვენი დიდი წინაპრები ადამი და ევა და თითოეული ჩვენთაგანი ვართ ამისკენ მოწოდებულნი, ეს არის საღვთო მადლით სულის შევსება. შეგვიძლია თუ არა საღვთო მადლით სულის შევსება, შეგვიძლია თუ არა ღმერთთან მყოფობა. ჩვენ ვიცით, რომ რამოდენიმე წუთის წინათ წარმოვთქვით, რომ ქრისტე არის მეუფრესეცათა, რომ არის ნუგეშინის მცემელი, რომ ყოველგან არის და ყოველსავე აღავსებს თავისი მადლით. რა თქმა უნდა, და რომ საუნჯეა კეთილთან უსიკეთისა. რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე წამსრა ეს და ვიცით რა ჩვენი ღმერთის თვისებები, თუ უფრო ადამიანური ენით ვიტყვით მისი ხასიათი, მისი საღვთო გამოვლინება, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი უკვდავი სულის ღვთის მადლით, ანუ თავადვე ღმერთით შევსება. მეორე მხრივ ჩვენ გვაქვს მეორე არჩევანი, ვართ რა თვით უფლებრივნი, ანუ გვაქვს რა თავისუფალი ნება, შეგვიძლია რომ ასე არ მოვიქცეთ. და ამის მაგალითებიც არსებობს წმინდა წერილში. ჩვენი დიდი წინაპრები ადამი და ევა გარკვეული პერიოდი დადიოდნენ ღვთის წინაშე, ადიდებდნენ ღმერთს და ვიცით რომ მათ მიეცათ, კერძოდ კი ადამს მიეცა ედემის ბაღი დასაცავად და დასამუშავებლად. ანუ ეს იყო ერთ-ერთი პირველი ღვთისმსახურება, პირველი ლიტურგია შეიძლება ითქვას. ანუ ეს მიგანიშნებს იმაზე, რომ ეს ღვთისმსახურება ამ საღვთო მადლით უკვდავი სულის შევსება არ ყოფილა უცხო, არ ვიგონებთ ახალ რამეს, არამედ ეს არის შეიძლება ითქვას არქაული და ჩვეულებრივი მდგომარეობა, ჯანსაღი სულიერი მდგომარეობა. მაგრამ ვიცით ასევე, რომ მათი პიროვნული ნება წარიმართა არა ღვთივსათნოდ და მათ ისურვეს მეორე არჩევნის გაკეთება. მეორე არჩევანი კი მდგომარეობს იმაში, უფრო თანამედროვენით რო ვთქვა, არ მინდა ღმერთო შენთან, ეს სიტყვები მრავალჯერ გვითქვია და არ მინდა ღმერთთან, მაგრამ უკვდავი სული მჩება. და უკვდავი სული რომ მჩება და ღმერთთან არ მინდა, უკვდავი სულის გაუმტკივარება ხდება. ანუ უკვდავი სულის გაყუჩება, უფრო თანამედროვე ენით ვიტყვით, უფრო ყოფითი ენით. რითი შეიძლება სული გაყუჩდეს და რითი შეიძლება უკვდავი სულის გარკვეული პერიოდი ისევ და ისევ გაუმტკივარება. გარკვეულწილად ამის გამოცდილება დაკვირვებით თუ საკუთარ თავზე, ზოგადი დაკვირვებით თუ საკუთარ თავზე დაკვირვებით ვიცით და თუ ჩვენ დავაკვირდებით თანამედროვე მუსიკის ტექსტებს, აი ამ თანამედროვე მუსიკის ტექსტებიდანაც არის კაცობრიობის ეს არა ღვთისმსახურის გამოცდილება. მაგალითად, არსებობს ესეთი თანამედროვე მომღერალი ლანა დელ რეი. სხვათა შორის ეს ადამიანი არის რა თანამედროვე ადამიანი, ამიტომაც მომყავს მაგალითად და მისი ტექსტები მნიშვნელოვანია იმით, რომ აი ეს მეორე გზა, რომელიც არა ღვთივსათნოა, მეორე გზა, რომელიც ითხოვს უკვდავი სულის საღვთო მადლით შევსებას, მაგრამ არ მიდის ამ გზაზე რა ადამიანი, აი ამ მდგომარეობას ასახავს. და მისი ერთ-ერთი ტექსტი შეიძლება ითქვას არის პორტრეტი თანამედროვე კაცობრიობის სულის ამოძახილისა, იმ სულის ამოძახილისა, იმ უკვდავი სულის ამოძახილისა, რომელიც არ ირჩევს ღმერთს. და ის ამბობს, რომ ჩემს სულს, ეს ზუსტი თარგმანი არ არის, მაგრამ შინაარსი ამგვარია, ჩემს სულს ჭირდება წამალი. ამ წამალს ითხოვს მეორე ადამიანისგან. ჩემი სულის წამალი, ესე იგი ჩამოთვლეს, ეს წამალი ჭყალებში, ეს სულის გაუმტკივარების ინექცია შეიძლება ითქვას არის ძალიან მრავალფეროვანი. ამაში თითოეული ცოდვა შეიძლება ვიგულისხმოთ ჩვენ, მაგრამ ის ადამიანი მეტნაკლებად გავრცელებულ ფორმებს, ანუ მეტნაკლებად გავრცელებულ პრეპარატებს ჭყალებში იყენებს და ამბობს, რომ მე მჭირდება სიტყვები მეორე ადამიანისგან. რა თქმა უნდა, როდესაც მე არ მინდა ღმერთი და ვეძებ სიტყვებს, ჩემთვის აუცილებელია და ძალიან
დიდი საჭიროების მქონეა ნებისმიერი სიტყვა. არ აქვს მნიშვნელობა სიტყვას ეს იქნება მართალი თუ ეს იქნება ტყუილი. ანუ ტყუილსაც კი ვიღებ. ოღონდ რამე მითხრა. ოღონდ რაიმეთი დაკავდეს ჩემი გონება. ოღონდ რაღაცაზე გადაერთოს. ოღონდ რაღაცაზე გაკეთდეს აქცენტი და არ ვიფიქრო იმაზე, რომ ჩემი სული ნაკლულებად მდგომარეობას განიცდის. ამიტომ მე მჭირდება სიტყვები. ანუ მე მივიღებ ტყუილსაც კი, თუ კი მე დამავიწყებს იმას, რომ მე მაქვს ღმერთთან ყოფობის უუნარობა და რომ მე ჩემი ნებით თქვი, ღმერთო მე შენთან არ მინდიხარ. ასევე ეს მომღერალი ითხოვს მეორე რამეს, მეორე საშუალებას, მეორე პრეპარატს ჭყალებში, რომელიც არის სულის გაუმტკივარების მომნიჭებელი. ეს არის სასმელი. ანუ ეს არის უკვე თრობის მდგომარეობა. ეს არის ალკოჰოლური მდგომარეობა, ალკოჰოლიდან გამომდინარე თრობის მდგომარეობა. თრობის მდგომარეობა არის მრავალფერი. შეიძლება იყოს ნარკოტიკისგან მიღებული, შეიძლება იყოს ფსიქოსომატური ზეწოლისგან გამომდინარე, ანუ ადამიანმა შეიქმნას ილუზორული მდგომარეობა და ამით დაითროს საკუთარი თავი, იოცნებოს არაჯანსაღად, მოწყდეს რეალობას. ესეც იწვევს არაჯანსაღ ხედვას, ანუ თრობას და რეალობისგან მოწყვეტას. არის უფრო უხეში ფორმები, აი პირდაპირ დავისხამ, დავლევ და მოწყდები რეალობას. ანუ პირდაპირ აი ეს რაც არის დახსენები, სასმელი და არის მესამე აქცენტი გაკეთებული. მომეცი სიტყვები, მომეცი სასმელი და მომეცი სიყვარული. რა თქმა უნდა, ეს სიყვარული არ არის სიყვარული. ეს სიყვარული არის ისევ და ისევ თავის მოტყუება. ყველა ეს გზა, რომელიც ცდილობს სულის გაუმტკივარებას, ყველა ეს გზა არის აცილება, ყველა ეს გზა არის არამართებული, ყველა ეს გზა ისევ და ისევ დიდ ჭრილობას აყენებს სულს და ადამიანს კიდევ უფრო ურთულებს მდგომარეობას. ანუ ეს არის მეორე გზა, გზა სულის გაუმტკივარებისა, რომლის სხვადასხვა ხერხს და სხვადასხვა ფორმას აი ამ სიტყვების, ამ მუსიკის ტექსტის სიტყვები ნახლა წარმოაჩენს და ეს არის შეიძლება ითქვას თანამედროვე კაცობრიობის ამოძახილი და სურვილი, რომ აი ამ ფორმები და უფრო სხვადასხვა გვარი ფორმებით დაიკმაყოფილოს უკვდავი სულის ტკივილი. პირველი უკვე აღნიშნეთ, რომ შეგვიძლია საერთო მადლით ეს მოვიპოვოთ. ჩდება კითხვა, ეს ზოგადად თქვით და ვიცით თუ როგორ ხდება, მაგრამ როგორ მოვიქცეთ ჩვენ? რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? აი ეს საწყისები ამ არჩევნის გაკეთების წინაშე ჩვენ ყოველთვის ვდგავართ. მიუხედავად იმისა, რომ ვართ ჩვენ ეკლესიურები, შეიძლება ჩვენს გაგვიცდეს რაღაც მომენტში სულის გაუმტკივარების ცდელობა და სურვილი. სწორედ აი ეს სურვილები ხანდახან რომ გვაქვს და პავლე მოციქულის სიტყვის თანახმად იმას რომ ვაკეთებთ, რის გაკეთებას აქვს სურს, ამის გამო ჩვენ ეკლესიამ დაგვიწესა ერთ-ერთი დიდი საიდუმლოება, რომელსაც ქვია აღსარება. ანუ ღვთის წინაშე თქმა იმისა, რომ ღმერთო მომინდა შენთან არ მყოფობა, ღმერთო მომინდა და აი ამ გზით ვეცადე, იქნება ეს ისევ ტექსტს დავესწრები, იქნება ეს სიტყვებით შენი დავიწყება, იქნება ეს ჭყალებში სიყვარულით შენი დავიწყება, იქნება ეს ილუზორული მდგომარეობით შენი დავიწყება თუ სხვა და მე ამით აღსარებაში უფალს ვეუბნები, რომ ღმერთო ვცდილობდი შენს დავიწყებას აი ამ ფორმებით და ღმერთო შემინდე მე. ჩდება კითხვა, აი აქედან გამომდინარე ჩვენ ხვდებით, რომ ჩვენ ვცოდავთ და როცა ვცოდავთ ჩვენ მივდივართ ღმერთთან. როგორ უნდა მოვიქცეთ? ჩვენ ვიცით რომ არსებობს ღმერთი, მაგრამ ხანდახან ისე ვიქცევით თითქოს არ ვიცოდით ღმერთის არსებობა. ან ვიცით რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ გვინდა რომ არ არსებობდეს. ამავდროულად ღმერთი რეალობაზე რჩება და ღმერთი არსებულია და უკვდავი სულით მოგვენიჭა ღვთისაგან. ეს არის ერთ-ერთი ჯვარი ადამიანისა. როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი? ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ არსობრივად ცოდვა, რომელიც თითოეული ჩვენთაგან გააჩნია და რადგანაც წინაწერილი ამბობს, რომ არა არის კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სოდოს, თითოეული ჩვენთაგანისათვის არსობრივად ცოდვა არის წარსული. მართალია ჩვენ ცოდვა გვაქვს, მართალია გარკვეული ცოდვები უკანასკნელ აღმოსუნთქვამდე, აღმოფშინვამდე, როგორც ქართულად არის წინაწერილის ლოცვების ტექსტებში უკანასკნელ აღმოფშინვამდე გვექნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მიწებებული ვიქნებით ცოდვას. შეიძლება ადამიანი პიროვნული ნებით გამიჯნული იყოს ცოდვისაგან, მაგრამ ესა თუ იცოდა მაინც ჰქონდეს მას. ანუ უცოდველად ვერ გავალთ ამ ქვეყნიდან და
აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს რა იმის უნარი რომ პოტენციურად თითოეულ ცოდვას გავემიჯნოთ და გსურს რა ამისგან გათავისუფლება და ვშრომობთ რა ამისთვის და ვიყენებთ რა უდიდეს საიდუმლოებას რომელიც უკვე აღნიშნეთ ანუ აღსარებას ჩვენთვის არსობრივად ცოდვა არის უკვე წარსული და არ ვაძლევთ რა ჩვენ თავს უფლებას და საშუალებას იმისა რომ მივიხედოთ უკან და ვიცით ასევე მაგალითი წმინდა წერილიდან როდესაც სოლი ლოტისა მიბრუნდა უკან დაუბრუნდა წარსულს თავისი პიროვნულინები იგი არ დაბრუნებულა სოდომში უბრალოდ მიიხედა სოდომისაკენ იგი იქცა მარილის სვეტად თუ როგორ იქცა მარილის სვეტად ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვისაუბრე როდესაც ამ თემას ვეხებოდით ამას აღარ გავაგრძელებ მაგრამ ეს არის კიდევ ერთი ჩვეულებრივი საღვთო ისტორია და ჩვეულებრივი საღვთო მოქმედების გამოვლინება რომელიც იყო ისტორიული მოვლენა და რომელიც ღმერთთან ჯანსაღ და არაჯანსაღ ურთიერთობის მაგალითს გვაჩვენებს და რომელი მაგალითიც ბოლომდე დარჩება. კარგით, ეს გავარკვიეთ, რომ ჩვენთვის არსობრივად, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ცოდვები მაინც გვაქვს, ჩვენთვის არსობრივად ცოდვა წარსულს ჩაბარდა და წარსულში დარჩა. რა არის ჩვენ წინ და ვისკენ ვისწრაფით ჩვენ? ჩვენი ერთადერთი მომავალი ყოფითი თვალსაზრისით, სადაც ჩვენ ახლა უნდა ვიყოთ და სადაც ვიქნებით პარადისობაში, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ღმერთი, რომელმაც მოგცა ეს ჯვარი ერთის მხრივ უკვდავის სული და რომელმაც მოგცა წყალობა მეორეს მხრივ. ანუ თუ ალეგორიულად ვიტყვით და თუ ადამიანური ენით ვიტყვით, ეს არის ინსტრუმენტი, ეს არის საშუალება უკვდავის სული, არის საშუალება იმისა და იმგვარი გარემო პირობა, რითაც მე მექნება საშუალება და შესაძლებლობა, რომ მარადისობაში ვიყო ღმერთთან. ვიყო ისე, როგორც იყო ადამი. და არა მარტო ადამი, არამედ მასზე აღმატებულ მდგომარეობაში, რომ ვიყო მამის პირისპირ, ძის პირისპირ და სულიწმინდის პირისპირ. მაგრამ ჩემი პიროვნება არ დაიკარგოს და ამ სამ ჰიპოსტასთან მე ჩემი პიროვნებით ვიყო მეოთხე. ეს მეორეს მხრივ არის სწავლობა, ისევ და ისევ უკვდავის სულიდან გამომდინარე და არა მარტოკვდავის სულიდან გამომდინარე, არამედ ჩემი პიროვნული ნებით წარმართავ რაკვდავს სულს ღვთისაკენ. ეს მომავალია მამაო, იტყვის ადამიანი და ვიცით რომ ასე იქნება და ასე უნდა დამთავრდეს და თითოეული ჩვენთაგანი ამას უსურვებთ, იქნება ეს პირადი ლოცვა, იქნება ეს საზოგადო ლოცვა, ლიტურგია თუ ზოგადად სიტყვიერი საუბარი. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას უნდა უსურვებდეთ ერთმანეთს, რომ უფალმა აცხოვნეს გარდაცვლილები და უფალთან ვიყოთ მარადისობაში. მაგრამ ჩვენ ვართ ეხლა აქ, ეკლესიაში, მაგრამ ეს ეკლესია არ არის მედღესასწაული, არამედ ეს ეკლესია არის მებრძოლი. მედღესასწაული ეკლესია არის ზეცაში, რომელიც უკვე არის მამასთან, ძესთან და სულიწმიდასთან. ხოლო ჩვენ ვართ მებრძოლ ეკლესიაში. როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ? ვიცით რომ ჩვენი ბრძოლა, როგორც მოციქული ამბობს, არ არის ხორცთა მიმართ და სისხლთა, არამედ პირდაპირ. ეს ბრძოლა არის დაცემულ ანგელოზებთან. ამიტომაც უფალი ამბობს, რომ მე გეტყვით თქვენ მისა გეშინოდეთ. ნუ გეშინიათ მათი, ვისაც შეუძლია თქვენი ხორცის მოკვდინება, თქვენი სისხლის დაღვრა, არამედ გეშინოდეთ იმის, ვისაც შეუძლია თქვენი სულის მოკვდინება. როგორ ვებრძოლოთ ჩვენ მას? რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით არის უდიდესი სწავლება და მრავალსაუკუნოვანი სწავლება. ამ სწავლებას ქვია თუ ერთ-ერთ ასპექტს შევეხებით ასკეტიკა, ანუ ვარჯიში ღმერთთან ყოფობისა, ვარჯიში ღმერთთან მიახლოებისა. მაგრამ კიდევ უფრო ახლოს რომ იყოს ეს პრაქტიკა ჩვენთან, კიდევ უფრო ხელშესახები რომ იყოს. როგორ უნდა გავაკეთოთ ჩვენ ეს? მინდა გავიხსენო ერთ-ერთი არც თუ ისე დიდი ხნის უკან გარდაცვლილი წმინდა მამა, წმინდა იოანე ჭორსტანწელი, რომელსაც აქვს უმნიშვნელოვანესი ცოცხალი სწავლება ღმერთთან ურთიერთობისა და ასევე ბრძოლის გამოცდილება დაცემულ ანგელოზებთან. აი ამ სწავლებას ქვია ჩემი ცხოვრება ქრისტეში და აი ეს სწავლება და ამ სწავლების სათაურით იგვანიშნებს იმაზე, თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენ, რას უნდა დავეყრდნოთ, ვისთან უნდა ვიყოთ, როგორ უნდა ვიყოთ და როგორ უნდა მოვამზადოთ მარადისობისათვის. და აი ამ გარემო პირობებიდან გამომდინარე, როგორ მოვამზადოთ მარადისობისთვის. ანუ თუ ისევ თანამედროვე ვიტყვით, როგორ გავიაროთ ტრეინინგი მარადისობისათვის, აი ამ ქვეყნად. პასუხი არის შემდეგი. ვეცდები რომ უფრო თანამედროვე ენით ვთქვა. ჩვენი სიხარული უნდა იყოს ქრისტე. ჩვენი ტკივილი უნდა მივიტანოთ ქრისტესთან. ჩვენი განსაცდელის მსმენელი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობრები, ჩვენი მოზღვარი, მაგრამ უპირველესად ქრისტე. ჩვენ უნდა ვიხსენებდეთ ქრისტეს
მაშინ როდესაც ჩვენ გვტკივა ჩვენ უნდა სულიერ თვალსაჩინოში უნდა გვყავდეს ჩვენი უფალი განკაცებული ღმერთი იესო ქრისტე როდესაც მე მტკივა როდესაც მე მწნეხავ ჩემი გასასწელები რა თქმა უნდა მე მახსენდება იობი რომ ასევე მოციქული ამბობს იობთან დაკავშირებით მოთმინება იობისი გასმის ანუ ხსმენიათ მისი გასასწელების შესახებ და იმის შესახებ თუ როგორ დაითმინა და როგორ დაიწია დიდსულოვნად ღვთის გმობის გარეშე არსობრივი გაგებით შეიძლება ტექსტ თუ დავეყნობით პირდაპირ რაღაც ამგვარი ღვთის გმობის მსგავსი მოძებნო თუ ეს მოგვინდება მაგრამ არსობრივად მან არ დაგმოღმერთი მაგრამ იობი იყო ჩემნაირი ადამიანი მოკვდავი ადამიანი და მე მან უგეშებს ეს ასევე ვიცით რომ მოვიდა ღმერთის სრული და კაცის სრული და უპირველესად მისი მაგალითები არის ჩემთვის სანიმუშო და როდესაც მე დამავიწყდება ყველაფერი ეს როდესაც ჩემი ეგო მინდრიკავს ჩემი განსასწელების დროს და ჩემი თავი ძალიან შემეცოდება როდესაც ვიფიქრებ რომ უი რა ცოდოვარ როგორ წვალობ როგორ ვიწნეხები მახსენდებოდეს უნდა ის რომ ჩემი უფალი გეცემანის ბაღში დაჩოქილი როდესაც ევედრებოდა უფალს ისიც მარტო იყო და სამი გამორჩეული მოწაფე პეტრე იოანე და იაკობი როდესაც იყო მასთან მახლობლად მას თხოვს უფალი რომ იღვიძებდით ჩემთან ერთად და კაცთა შორის ანუ ამ სამ განსაკუთრებულ მოწაფეთა შორის არ აღმოჩნდა ერთ-ერთიც კი ვინც იღვიძებდა ვინც მას კითხავდა უფალო რას განიცდი უფალო რისთვის ემზადები და უფალი ემზადებოდა და უფალი განიცდიდა იმას რომ მას ჰქონდა წინა გემოსხილვა სიკვდილისა მაგრამ ასევე მაგალითი იმასთან დაკავშირებით თუ როგორ იქცევა თავად განკაცებული ღმერთი უფალი არ ამბობს არ ეუბნება პირველ ჰიპოსტას მამა ღმერთს რომ ღმერთო ამასილეს გააკეთე ისე როგორც მე გთხოვ ღმერთო გამომიყვანი აქედან მიშველე ღმერთო არა არამედ უფალი ამბობს უფალო ნუ იქნება ისე როგორც მე მსურს არამედ ისე როგორც შენ ინებებ და ეს არის კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მაგალითი იმისა რომ როდესაც ჩვენ გვაქვს პირადი ტკივილი როდესაც ჩვენ ვგრძნობთ თავს მარტო როდესაც შესაძლოა კაცთაგან ვერავინ იგებს ჩვენს პრობლემას ნუ შეგვეცოდება ჩვენი თავი არამედ გავიხსენოთ ჩვენი ღმერთი ადამიანად მოსული ღმერთი რომელსაც ჩვენსავით ტკიოდა და რომელმაც თქვა სწორი პასუხი და რომელმაც ილოცავთ წინაშე სწორად და თქვა იყოს ნება შენი და აღესრულოს ისე არა როგორც მე მსურს არამედ ისე როგორც არის შენი ნება მამა და აი ეს მდგომარეობა ამის გახსენება კიდევ ერთხელ გვაძლევს ტილუს იმისას რომ ჩვენი წარსული არის ცოდვა და რომ ჩვენი მომავალი არის ქრისტე და რომ ჩვენ უნდა მივიტანოთ ყველა ტკივილი, ყველა სიხარული ქრისტესთან, რომ ჩვენ ცხოვრობდეთ ქრისტეში, მამასთან, ძესთან და სულიწმინდასთან ერთად, ათ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.